გოგონებო, რიგითო მოქალაქენო და არა მარტო. მოგესალმებათ დილის სამინისტრო. გთხოვთ მიესალმოთ დილის მინისტრებს. ნინო მეუნარგია და დავით მაღლაფერიძე. დაუბრუნდით პირდაპირ ეთერში უკვე სტუმართან ერთად გეტყვით რომ 25 ივნისს ახალგაზრდების დასაქმების ფესტივალი იმართება, რომელსაც სოციალური მომსახურების სააგენტო, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო და დედაქალაქის მერია ერთობლივად ატარებენ. ჩვენ ახლა საშუალება გვაქვს პირდაპირ ეთერში ვესაუბროთ სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების პროგრამების დეპარტამენტის ხელმძღვანელს მარი ბეზარაშვილს. მარი, კიდევ ერთხელ უღმესი მადლობა თანამშრომლობისთვის, მეგობრობისთვის და მეგონი ძალიან მნიშვნელოვან თემაზე გვიწევს დღეს მსმენელის ყურადღების შეჩერება, მით უმეტეს ახალგაზრდების. მე ვიცი რომ ეს იდეა დიდი ხანი გქონდათ და მიხარია რომ რაღაცნაირად უკვე ხორცი შეესხა ამ ყველაფერს. მოდით მოვუყვეთ ამ ფესტივალზე. უპირველეს ყოვლისა, მოგესალმებით თქვენ და თქვენ მსმენელს. ძალიან დიდი მადლობა აი ესეთი ზრუნვისთვის. ეს არის მართლა საქვეყნო საქმე, რასაც აკეთებს თქვენი რადიო. იმიტომ რომ დღევანდელ დღეს ყველაზე მეტი პრობლემაა ზუსტად დასაქმება და თუ რაიმე კეთდება ჩვენ დეპარტამენტში ამ მიმართულებით და ვფიქრობ რომ ნაბიჯ-ნაბიჯ წინ მივდივართ. ამაში თქვენი ძალიან დიდი დამსახურება, რისთვისაც კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა თქვენ და თქვენ ხელმძღვანელობას. რაც შეეხება 25 ივნისს პირველად საქართველოში ტარდება დასაქმების ფესტივალი. მინდა თქვა და უკვე ყველა მიცის რა თქმა უნდა რომ ჩვეულებრივად დასაქმების ფორუმების ჩატარება ეს ჩვენი ყოველდღიური მუშაობის სტილია, ერთ-ერთი კომპონენტია დასაქმების ხელშეწყობის და ამაზე მეტყველებს თუნდაც ის სტატისტიკა რომ წელს მარტო 10 დასაქმების ფორუმი გვაქვს ჩატარებული, მათ შორის 4 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის. მოვიცავით ამ მიმართულებით მთელი საქართველო, ეს იყო ქუთაისი, ბათუმი, თელავი, თბილისი და რაც შეეხება ფესტივალს 25-ში, ჩვენ მართალია ამის შესახებ იდეა გქონდა და ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია ამ მიმართულებით, თუმცა ამჟამად ამ იდეის ჩვენამდე მომტანი გახლავთ HR ხაბის ხელმძღვანელობა, ქალბატონ ანას ეკუთვნის ეს იდეა, რომელმაც მოგმართა რომ ხომ არ გაგვეკეთებინა ერთობლივად, რა თქმა უნდა ავიტაცეთ, იმიტომ რომ ისედაც გვინდოდა ამის ჩატარება და ზუსტად ძალიან სასურველი მომენტი იყო ამისთვის. მინდა გითხრათ რომ აუცილებლად მსმენელმა უნდა იცოდეს იმის შესახებ, ნებისმიერი ადამიანი 18-დან 29 წლის ჩათვლით, ეს არის სტუდენტი ახალგაზრდობის დასაქმების ფესტივალი. მოვიცავთ მთელ საქართველოს, ყველას ვეპატიჟებით, ვაკის პარკში ჩატარდება 1-დან 5 საათამდე, იმიტომ რომ სხვა სივრცე არ გვეყოფოდა, ძალიან დიდ ნაკადს ველოდებით. აი ამ წუთის მდგომარეობით ჩვენ პარასკევს დავიწყეთ რეგისტრაცია და უკვე 790-ზე მეტი მსურველია დარეგისტრირებული და წინ საკმაოდ დიდი დროა. ამ წუთის მდგომარეობით ეს არის გადავამოწმე ეთერში შემოსვლამდე. პარალელურად რეგისტრირდებიან დამსაქმებლები და აი ეს მინდა ხაზგასმით თქვა, რომ დამსაქმებლები რეგისტრირდებიან student job G-ზე, ვიმეორებ ორჯერ. რაც შეეხება სამუშაოს მაძიებლებს, რეგისტრირდებიან worknet.gov.gz-ზე. ანუ იქ სადაც ამ სერვისის მიღების გარდა უნდა მიიღონ ყველა სხვა სერვისის შესახებ ინფორმაცია. worknet.gov.gz-ზე აუცილებელია რეგისტრაცია, იმიტომ რომ იმ დღეს ჩართული იქნება ჩვენი სოფტი და თუნდაც თავიდან რო ავიცილოთ რიგები, უფრო მიზანმიმართულად ვიცოდეთ, რომელი პროფილით რა შესაძლებლობების მქონე ახალგაზრდები რომელი დამსაქმებლისკენ გადავამისამართოთ, ამიტომ აუცილებელია რომ იყვნენ დარეგისტრირებულები worknet.gov.gz-ზე. როგორც მოგახსენეთ, აქტივობა ძალიან დიდია დამსაქმებლების მხრიდანაც და მაძიებლების მხრიდანაც. დამსაქმებლები სავარაუდოდ უკვე 70-ზე მეტი მსურველი ყავს დღეს მდგომარეობით და ჩართულია ყველანაირი მსხვილი კომპანია. ეს ზუსტად იმ დადებით დამოკიდებულებას ასახავს, რაც დავიმსახურეთ ამ წლების განმავლობაში.
იმ დღესთან დაკავშირებით, რომ აი ესეთი აქტიური ვაკანსიითაა ყველა და არა მოლოდინის რეჟიმში იქნება წარმოდგენილი ვაკანსიები. თვითონს ექნება წარმოდგენილი 700-ზე მეტი აქტიური ვაკანსია უკვე ჩვენ მოლოდინშია, ანუ აი სამუშაოს მაძიებლების მოლოდინში უკვე 700-ზე მეტი აქტიური ვაკანსია. შეიძლება ეს რიცხვი კიდე გაიზარდოს. ცოტათი ალბათ ვფიქრობთ, იმიტომ რომ ყველანაირად უნდა ვაკონტროლოთ სიტუაცია, შესაბამისად ამისი აღჭურვა, ის რომ იყოს დაცვა, ყველანაირი პირობები შეიქმნას. ძალიან დიდი როლი მიუძღვის პირველ რიგში ქალაქ თბილისის მერიას. საორგანიზაციო საკითხებში ჩვენ ვართ ძირითადად ჩართული სოციალური მომსახურების სააგენტო, როგორც თქვენ აღნიშნეთ, ჩვენთან ერთად თანამშრომლობენ განათლების სამინისტრო, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტრო და აი ყველა ერთად ვცდილობთ, რომ პირველად საქართველოში ჩატარდეს ესეთი გრანდიოზული ფესტივალი, რომელიც ტრადიციულ ხასიათს მიიღებს. მარი, მამორით ვისარგებლოთ შემთხვევით და ვიდრე რეკლამაზე გავალთ, ვუთხრათ ჩვენს მსმენელს, რით განსხვავდება ეს ფესტივალი ფორუმებისგან და რა სახე ექნება, ვთქვათ ესეთი განსაკუთრებული. გასაგებია, რომ სამიზნე ჯგუფი არის ახალგაზრდები, მაგრამ კიდევ რა დატვირთვა ექნება, რასაც უკვე საფესტივალო ეწოდება. რა თქმა უნდა, ეს საფესტივალო განწყობა იქნება იმით, რომ წარმატებულობის კუთხე იქნება. ძალიან ბევრი წარმატებული ადამიანი ამ ახალგაზრდებს ესაუბრება თავის გავლილ და შემდგარ ცხოვრებაზე, როგორ უნდა მიაღწიონ ამა თუ იმ პოზიციაზე, თუნდაც ლიდერის პოზიციაზე, როგორ უნდა წარმართონ. ფაქტიურად ეს იქნება პატარა, ესე იგი, თითოეული აჩვენებს თავის ცხოვრებისეულ ნათელ მაგალითს და კარიერული დაგეგმვის მომენტებიც. ასევე ვფიქრობთ, რომ იქნება გასართობი კუთხე, ანუ სტუდენტები თვითონ სხვადასხვა აქტივობები, ჯგუფები ჩართული, ხელოვნების სხვადასხვა სიმღერა, ცეკვა და ასე შემდეგ სფერო იქნება წარმოდგენილი, ხელოვნების სხვადასხვა სფერო და კიდე შეიძლება რაღაცა სიურპრიზები, უბრალოდ წინასწარ ყველაფერს ვერ გავაჟღერებ და გვინდა რომ მაქსიმალური დატვირთვა მიიღოს და რაც მთავარია, განსხვავდება იმით, რომ ჩვენ სადაც ვატარებთ რომელ რეგიონშიც, ძირითადად მოვიცავთ ხოლმე იმ სამხარეო ცენტრს. ეხლა მოვიცავთ მთელ საქართველოს და აი ეს არის ძირითადი განსხვავება. ზუსტად ამიტომაც იკრიბებით ვაკის პარკში, იმიტომ რომ ადგილი და სივრცე გჭირდება. კი ბატონო, რეკლამაზე უნდა გავიდეთ, რეკლამის შემდეგ გავაგრძელებთ საუბარს. გალბატონებო და ბატონებო, რიგითო მოქალაქენო და არა მარტო, მოგესალმებათ დილის სამინისტრო. გთხოვთ მიესალმოთ დილის მინისტრებს, ნინო მეუნარგია და დავით მაღლაფერიძე. Დაბრუნდით პირდაპირ ეთერში, შეგახსენებთ, რომ ჩვენი სტუმარია მარი ბეზარაშვილი, სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების პროგრამების დეპარტამენტის ხელმძღვანელი და ვსაუბრობთ ძალიან საინტერესო ფესტივალზე, რომელიც 25 ივნისს გაიმართება, ახალგაზრდების დასაქმების ფესტივალი, რომელსაც სოციალური მომსახურების სააგენტო, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო და დედაქალაქის მერია ერთობლივად ატარებენ. ეს ღონისძიება შედგება თბილისში, ვაკის პარკში, საღამოს 5 საათამდე შეეძლებათ ადამიანებს, რომ პირველიდან 5 საათამდე მიიღონ მონაწილეობა და რასაკვირველი ახალგაზრდებს, სტუდენტებს მთელი საქართველოდან. ესე იგი, ორი მნიშვნელოვანი ეტაპია გასავლელი და ამ საქმეებლებს, რომლებსაც უნდათ რომ ახალგაზრდები ყავდეთ საკუთარ კოლექტივში, ასე ვთქვათ, სტუდენტს წერტილი jobs-ზე შეუძლიათ დარეგისტრირება, ხოლო სტუდენტებს, რომლებსაც უნდათ რომ სამსახური და ახალგაზრდებს მოძებნონ, მათ შეუძლიათ worknet წერტილი gov.gy-ზე დარეგისტრირდნენ. მორით ვთქვათ, რა დამატებითი სტიმულის მიღება შეუძლიათ ადამიანებს, სტუდენტებს, ახალგაზრდებს, რომლებიც ფესტივალზე უნდა მოვიდნენ და რა მიმართულებით შეიძლება რომ მათ საკუთარი თავი მოძებნონ. როგორც წეგან უკვე ვისაუბრეთ, ძალიან დიდი აქტივობა თვითონ დამსაქმებლების მხრიდანაც და სამუშაოს მაძიებლების მხრიდანაც. ეს ის არაჩვეულებრივი შანსია თითოეული მოქალაქისთვის, თითოეული ახალგაზრდისთვის 18-დან 29 წლამდე ასაკის საქართველოს ნებისმიერი კუთხიდან,
როდესაც პირისპირ შეეძლებათ დამსაქმებლებთან, HR-ებთან, ხელმძღვანელებთან გასაუბრება და თავის წარმოჩენა, მაქსიმალურად თავიანთი უნარჩვევების, გამოცდილების გაზიარება. აი ამიტომ ამდენ კომპანიასთან ერთად მოხვედრა ალბათ შეუძლებელია სხვა სიტუაციაში და თუნდაც რიგში დგომა, ერთ უწყებაში მიხვიდე მეორში, აქ ყველა თავმოყრილი იქნება და მაქსიმალურად ისეთი განწყობით და მზაობით, რომ თავიანთ აქტიურ ვაკანსიებზე წაიყვანონ საუკეთესოები. ამიტომ ყველამ საუკეთესო კუთხით უნდა წარმოაჩინონ თავიანთი თავი და თავიანთი გამოცდილება, სურვილი და მზადყოფნა უნდა აჩვენონ დამსაქმებლებს. თუ გულისხმობს ერთგვარ შეჯიბრობითობის პრინციპს. ვთქვათ, რომ უშუალოდ იმ წუთას დამსაქმებელმა გადაწყვიტოს, ვთქვათ, 5 კაციდან რომელი 2 ან 3 უნდა დაასახელოს. ეს თავისთავად, იმიტომ რომ ნებისმიერ დამსაქმებელს თავის სამუშაო ადგილზე უნდა საუკეთესო და მომენტალურად გადარჩევის პრინციპი ფაქტიურად პირველი შეხედვით და აი იმ გამზადებული სივით და იმ მონაცემებით რაც არის და როგორ წარმოაჩენს თავის თავს, ეს იმოქმედებს დამსაქმებლის განწყობაზე. ამიტომ ყველა მაქსიმალურად თითოეულმა ადამიანმა სიმშვიდით, სრული მობილიზაციით უნდა წარმოაჩინონ თავიანთი უნარჩვევები და თავისუფლად შედგება თითოეულ დამსაქმებელთან მათი კავშირი. ფაქტობრივად მთელი კვირაა კიდევ წინ იმისთვის რომ ამ ადამიანებმა დაარეგისტრირდნენ უპირველეს ყოვლისა მოდით ვთქვათ რომ worknet.go.gz დარეგისტრება არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტობრივად ერთადერთი გზა რომელიც მიგიყვანთ ვაკის პარკამდე ხოლო თავად დამსაქმებლებს შეუძლიათ დარეგისტრირდნენ student.jobs.gz და ეს ადამიანები ვაკის პარკში კვირას 25-ში შეხვდებიან ერთმანეთს პირველიდან 5 საათამდე გაგრძელდება ეს job festi, ანუ დასაქმების ფესტივალი, ქართულად ვილაპარაკო ჯობია. ну, როგორც უკვე ვთქვი, აქტიური ვაკანსიებით და ერთი რაც აუცილებლად მინდა ვთქვა, სტუდენტებისთვის არის გამიზნული, ვთქვათ, მოკლევადიანი, რომ სწავლაში ხელი არ შეეშალოთ. ასეთი პოზიციებიც იქნება წარმოდგენილი, თუმცა ნახევარ განაკვეთზე და არ დადაგების მომენტში შეიძლება იყოს ასეთი დასაქმებები, თუნდაც ტურიზმის ჩართულობით, ზღვისპირეთში და ასე ყველანაირი პოზიცია იქნება იმ დღეს წარმოდგენილი და რაც შეეხება ჩვეულებრივად უკვე არა სტუდენტს, ვისაც დამთავრებული აქვს, ან დამამთავრებელი კურსია და მეტი სამუშაო დროის გატარება შეუძლიათ ამა თუ იმ დაწესებულებაში, მათთვის გრძელვადიან დასაქმებებზე იქნება ლაპარაკი, ან შეიძლება იყოს, რომ დამსაქმებელმა აიყვანოს მოკლევადით და იქ როგორ წარმოადგენენ თავის თავს, უკვე ხელშეკრულება გაფორმდეს გრძელვადიან დასაქმებაზე. ძალიან საინტერესოა, მოდით მსმენელს მივცეთ პირობა, რომ ჩვენ მივყვებით ამ პროცესს და აი შემდეგი ორშაბათი შეიძლება რამდენიმე საინტერესო ახალგაზრდასთან ერთად დავიწყოთ ჩვენთან აქ დილის გადაცემაში სტუმრად და ვთქვათ იმ არჩევანზე რომელიც შეიძლება რომ ამ ადამიანების საკეთილდღეოდ და სასიკეთოდ იქნეს გადაწყვეტილი და მე მგონი მნიშვნელოვანია რომ ჩვენ წავახალისოთ როგორც ეს ადამიანები ისე დამსაქმებლები რომლებიც ძალიან მნიშვნელოვან პრობლემას ცდილობენ რომ თქვენთან ერთად და ქვეყანასთან ერთად გადაჭრან მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ასევე მსმენელს ვუთხრათ, იმიტომ რომ ჩვენ წინა ორშაბათს გქონდა ამ თემაზე საუბარი 16 ივნისის ღონისძიებაზე, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის ჩატარდა, ეს არის ფორუმი, რომელიც თელავში გაიმართა. მოდით მოგვიყევით ამ ფორუმის შესახებ. დიდი სიამოვნებით. როგორც მოგახსენეთ, წელს მეოთხე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დასაქმების ხელშეწყობისთვის ფორუმი ჩატარდა უკვე ჩვენი და განათლების განვითარების ცენტრის ერთობლივი ორგანიზებით. ჩვენ ამ ორგანიზაციასთან, რომელსაც ქალბატონი ლიკა კილაძე ხელმძღვანელობს, ძალიან მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობა, ორწლიანი ურთიერთთანამშრომლობა ჰქონდა პროექტის ფარგლებში და ამ პროექტს ევროკავშირი აფინანსებდა, უზრუნველყოფა იყო მათი ფინანსური მხარდაჭერა და რა თქმა უნდა დანარჩენი ადამიანური რესურსები იყო მთლიანად ჩვენგან. მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ წარმატებული და მაღალ დონეზე ჩაიარა ამ ფორუმმა.
ფორუმს ესწრებოდა ევროკავშირის ელჩი, ესწრებოდა კახეთის გუბერნატორი, რა თქმა უნდა, ჩვენგან წარმომადგენლობა იყო მინისტრის მოადგილე, სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორი ბატონი ზაზა სოფრომაძე ბრძანდებოდა, მისი მოადგილე ბატონი კობა სუნღულაშვილი, მე გახლდით და მხარდაჭერითი დასაქმების კონსულტანტების კოორდინატორი დავით ნანობაშვილი, ჩვენ 4 კაციანი შემადგენლობით ვიყავით აქედან. 15 აქტიური დამსაქმებელი იყო იმ დღეს წარმოდგენილი. ანუ ეს საკმაოდ დიდი რიცხვია, როდესაც თელავში 15-მა დამსაქმებელმა წარმოადგინა აქტიური ვაკანსიები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასასაქმებლად და ხელშესაწყობად. ვინაიდან მზად არის ეს დამსაქმებელი, გრძნობს უზარმაზარ სოციალურ პასუხისმგებლობას, რომ შეუქმნას ადაპტირებული გარემო და ხელი შეუწყოს სხვადასხვა შეზღუდვით ამ ადამიანების დასაქმებას. ფორუმი საკმაოდ წარმატებულად ჩატარდა ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ხელის შეწყობითაც, თუმცა დღევანდელ დღეს ჯერ კიდე არ მაქვს, იქნება კვირის ბოლოს ცნობილი ფორუმის შედეგები. საერთოდ ფორუმებს ახასიათებთ, რომ 3 თვის განმავლობაში უნდა წარმოადგინონ დამსაქმებლებმა ვინ აიყვანეს და რა პოზიციაზე, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, ჩვენ 3 თვიანი ლოდინი რო არ გვჭირდება, იმიტომ რომ როგორც მოგეხსენებათ, განსაკუთრებულ მოწყვა ჯგუფს ეხება საქმე და მყისიერად 1 კვირის განმავლობაში უნდა იყოს ჩვენთვის ცნობილი ყველა ის ინფორმაცია, რომლებიც დასაქმდნენ და ეს ადამიანები, რა თქმა უნდა, დარეგისტრირებულები არიან ჩვენთან worknet.gov.ზე და ხელს უწყობთ სწორედ აქედან გამომდინარე მათ დასაქმებას. გარდა ამისა, თელავშიც და მთელ საქართველოშიც დამსაქმებლების ხელშესაწყობათაც და ასეთი კატეგორიის ხელშესაწყობად თქვენ როგორც უკვე არაერთხელ გააჟღერეთ თქვენი მაუწყებლობით, ხორციელდება სუბსიდირების პროგრამა 460 ლარამდე 50%-იანი თანადაფინანსებაა ჩვენი სააგენტოდან 4 თვის განმავლობაში, ანუ თუ 700 ლარია 350 ჩვენ ვხდით და ასეთი პროპორციით. გარდა ამისა ვატარებთ სტაჟირებებს კვალიფიკაციის ამაღლებისთვის, ეს ყველასთვის როგორც შეზღუდული შესაძლებლობისთვის, ასევე ჩვეულებრივად ჯანმრთელი ადამიანებისთვის და 150 ლარ სტიპენდიას უხდით. მომზადება გადამზადება წელს უკვე 2 ეტაპად და ვიწყებთ სავარაუდოდ 1 ივლისი, აგვისტო ეს 2 თვე, მერე სექტემბრიდან 2-დან 4 თვემდე და ეს ყველა სერვისი ხელს უწყობს, რა თქმა უნდა, თითოეული ადამიანის დასაქმებას, ჯანმრთელობის პრობლემების არ მქონეს და ჩვენ მოწყვა ჯგუფებს და მოწყვადი ჯგუფებია, როგორც შშმპ პირები, ასევე პრობაციონერები, იძულებით გადაადგილებული პირები, სოციალურად დაუცველები, გოგონები 16 წლის ასაკიდან ზევით, იმიტომ რომ გენდერს უწევთ ანგარიშს და ეს გოგონები, რომლებიც ნაადრევ ქორწინებაში იმყოფებიან და ვერ შეძლეს სწავლის გაგრძელება, გვინდა რომ დავასაქმოთ და იყვნენ ჩართული აი ღია შრომის ბაზარზე. 2 თვე ნახევარზე მეტი აგრძელდება ჩვენი თქვა საქმიანი ურთიერთობა და მხარდაჭერა და ყოველ ორშაბათს გვაქვს ძალიან საინტერესო ეთერი და ბევრი სიახლე, რომელსაც სოციალური მომსახურების სააგენტოს თქვენს დეპარტამენტში აქვს ადგილი. მე ძალიან მახარებს ბუნებრივია და იმედი დავიტოვოთ, რომ ეს იქნება ძალიან ეფექტური და ეფექტიანი, რომელიც ამ ადამიანების ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემას და შესაბამისად ქვეყნის ამ ძალიან სერიოზულ გამოწვევას რაღაცნაირად გაუმკლავდება და მოაგვარებს. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ მე წარმატებები მინდა გისურვოთ და ტრადიციული ვაკანსიები, თუმცა მანამდე შეგახსენებთ, რომ ჩვენი სტუმარი იყო სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების პროგრამების დეპარტამენტის ხელმძღვანელი მარი ბეზარაშვილი და ამ კვირის აქტიური ვაკანსიები გახლავთ, ესაჭიროებათ კონსულტანტი, დამლაგებელი, ფსიქიატრი, ოტარალინგოლოგი, ასევე ნევროპათოლოგი, ქირურგი, ნარკოლოგი, დამხმარე დამლაგებელი სამკერვალოში, ლატვიური ენის თარჯიმანი, 15 მხაზველი, 15 გაყიდვების აგენტი, საბავშვო ბაღის აღმზრდელი, სლოტის ოპერატორი რეზერვში, მიმტანი, ასევე რეზერვში, გაყიდვების მენეჯერი, დიზაინერი, ფართოფორმატიანი ბეჭდის ოპერატორი, გაყიდვების მენეჯერი 2, წარმოების ასევე პროგრამების ოპერატორი 2 ვაკანსია
გახლავთ ვაკუუმწნეხის ოპერატორი ლამინირებისთვის 2 ვაკანსია, 4 მხრივი სარანდი ჩარხის ოპერატორი 2 ვაკანსია, ინტერიერის კარების დიზაინერი 2 კარების მღებავი იგივე მალიარი, 5 დურგალი, რიცხვითი პროგრამული მართვის CNC ჩარხის ოპერატორი 2 ვაკანსია, MDF-ის კარების წარმოების უფროსი, ასევე საწყობის მენეჯერი, ღამისცვლის ოპერატორი, 15 მკერავი, დასუფთავების სპეციალისტი, დამლაგებლები ჭირდებათ შეუზღუდავი რაოდენობით, ასევე გაყიდვების კონსულტანტი და მეხინკლე ზარეული, ესტონური ენის თარჯიმანი, ტექნიკოსი და გაყიდვების მენეჯერები ასევე შეუზღუდავი რაოდენობით. მე შეგახსენებთ რა ნომერზე უნდა დაარეკოთ, იმიტომ რომ მნიშვნელოვანია თქვენთვის ეს ნომერი და ეს ეტაპი ბუნებრივია 295 78 95. ვიმეორებ, უნდა დაარეკოთ ტელეფონის ნომერზე 295 78 95 და გითხრათ თქვენთვის მისაღები ვაკანსია, დაგვიტოვოთ პირადი ინფორმაცია და ჩვენ დაგეხმარებით რომ მოძებნოთ სამსახური. კონკრეტული ვაკანსიების ანახავად კი ეწვიეთ რადიო იმედის ვებ-პორტალს imedi.fm და Facebook-ის რადიო იმედის გვერდს და რასაკვირველია worknet.gov.gis ეს არის რადიო იმედისა და სწორედ worknet.gov.gis ერთობლივი პროექტი დასაქმდი იმედით. იმედი დავიტოვოთ რომ დასაქმება მეტნაკლებად დაძლებადი გახდება, იმედი დავიტოვოთ რომ უკეთეს ხვალინდელ დღეს მივიღებთ და არ დაგვავიწყდეს რომ იმისთვის რომ ეს უკეთესი იყოს, ჩვენი ჩართულობა არის მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი. მე ამით გემშვიდობებით, 4 შაბათს შემოგერთებით, თუმცა უნდა გავიწყდებათ რომ ხვალ აქ ჩემი კოლეგა ნინო მეუნარგია იმუშავებს თქვენთვის დილის 8 საათიდან. წარმატებულ დღეს გისურვებთ, ნახვამდის. Galbatonebo da batonebo, rigito mokalakeno da aramarto. მოგესალმებათ დილის სამინისტრო. გთხოვთ მიესალმოთ დილის მინისტრებს.